ჩემი უფლებები და მოვალეობები გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოშვებული წიგნის დარიგება თბილისის საჯარო სკოლებში უკვე დაიწყო. სახელმძღვანელო 14-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მიზნად ისახავს მოზარდების უფლებებისა და მოვალეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. წიგნში საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით პრაქტიკული მაგალითების თანხლებით მოცემულია თუ რა უფლებები და მოვალეობები აქვთ მოზარდებს, როგორ იცავს მათ კანონი და როგორია მათი პასუხისმგებლობა სამართალ დარღვევების დროს. სახელმწიფო სკოლების პედაგოგებსა და აღსაზრდელებს წიგნის შინაარსი დღეს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა და თბილისის მერმა გააცნეს. შეხვედრაზე გიგი უგულავამ თბილისის მერის მიერ გახორციელებულ და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა, რომელიც საგანმანათლებლო სისტემაში აღსაზრდებისათვის განათლების ამაღლებას ითვალისწინებს. მერის ერთ-ერთი პროექტი ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მხარდაჭერა, რომლის მიხედვით ნიჭიერ ბავშვებსა და პედაგოგებს 2009 წლიდან 40 ლარის სტიპენდია დაენიშნათ. როდესაც ვლაპარაკობ თუ რა შეიცვალა სახელმწიფოში და რა განვითარდა სახელმწიფოში, რა გამოწვევები ჩვენ კიდე ჯერ დაგვჭა, რა თქმა უნდა მთავარი ისევ ვიმეორებ რჩება და ძალიან ბევრი მიღწევა მე აღარ გადაგღლით, იმიტომ რომ შეუიარაღებელი თვალიცად ჩანს, რომ სახელმწიფო რაც იყო მაშინ და რაც არის ეხლა, არის ცადა დედამიწა განსხვავება, თუმცა ყოველგვარი ზედმეტი რიტორიკის გარეშე შემიძლია გითხრა, რომ კიდევ ძალიან მართლა ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით ამ თვალსაზრისით. განსაკუთრებით ამ თვალსაზრისით და განსაკუთრებით ეს ეხება განათლების სისტემას. ჩვენ უნდა გავიჭიროთ იმისათვის, რომ თქვენ დამოუკიდებელ ძლიერ ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც ადამიანი ადამიანს პატივს სცემს, ისეთ სახელმწიფოში იცხოვროთ, იმუშაოთ და თქვენი შრომით იარსებოთ. აი ეს არის მთელი ამოცანა. და აი ამ პერსპექტივის შექმნას ემსახურება ყველა ღონისძიება, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ და მათ შორის ეს მცირე, რომელიც ერთგვარად გზაკვლევი იქნება თქვენთვის. იმისთვის შექმნილი, რომ არასრულწლოვანად შეექმნათ სრული ინფორმაცია, თუ გარკვეული ასაკის მიღწევისთანავე რა უფლებებს და მოვალეობებს ანიჭებს მათ კანონი, რათა სრულად დაიცვათ მათ ეს კანონი და არავის არ მისცენ ასევე უფლება, რომ მათი კანონიერი უფლებები იქნეს დარღვეული. ეს წიგნი ამას ემსახურება.